ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეხლა რაც შენი საუბრიდან გამომდინარე, მინდა რომ განვავრცოთ, ეს არის ადამიანური რესურსი და ეს არის განათლება. ერთი მეორის გარეშე წარმოუდგენელია, მე ძალიან ხშირად ვეცნობი BAG ინდექსებს, რომლებსაც კვარტალურად აქვეყნებთ და შესაბამისად, ეხლა ასევე ვაკვირდები ევოლუციას, ბიზნესის განწყობების. ეხლა წლების წინ თუ მაგალითად პრობლემა იყო და ნუ დღემდეც არის, ხა არსად არ წასულა ეს პრობლემა, ხო გეოპოლიტიკური ტურბულენციები, ლარის კურსი, ფასების საერთო ზრდა. დღეს ფაქტიურად, აი შემისწორე თუ მეშლება რამე BAG ინდექსის მთავარი პრობლემატური კომპონენტი და კაზუსი ეს დღეს არის ბიზნესისთვის ადამიანური რესურსი და პროფესიონალი კადრები, რომელიც ფაქტი არის სახეზე და სამწუხაროდ ამ მიმართულებით ქვეყანაში პროგრესი კი არ მიდის რეგრესი. ესე დრამატულადაც არ ვიტყოდე რეგრესი მიდის, მაგრამ პროგრესი რო საჭიროა რომ ცოტა დავადგინოთ. აი, მოდი ნებისმიერ პროგრესი რატო არ მიდის, იცი? რა გეტყვი? და რეგრესი შეიძლება კიდე უფრო გაღრმავდეს შენი შეფასება. იმიტომ რომ ჩვენ რო ვეკითხებით რა არის პრობლემა სამუშაო ბაზარზე, ნომერი პირველი არის ქვეყნიდან მიგრაციის გადინება კვალიფიციური კადრების. იმიტომ კი არა, იცი რა არის, ძალიან მე ხო ლაპარაკი მქონია, გვიწევს ლაპარაკი ამ კითხვაზე, მათ შორის HR-ებთან, ჩვენ ხო შეხვედრები გვაქვს და ამ შემდეგ რო ვკითხულობ, აი რატო მიდიან ეს ადამიანები, ზოგადად რო ვთქვათ, რომ იქ უფრო მაღალი ხელფასი აქვთ, არ არის ეგრე. კვალიფიციური კადრების ნაწილში აქ ძალიან გაიზარდა ბოლო პერიოდია, იმიტომ რომ გვიჭირს, მაგრამ იქ უფრო რა ვთქვათ, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო სტაბილურად გრძნობენ თავს. განსაკუთრებით სოციალური ნაწილია იმ ქვეყნებში უფრო მიმზიდველი გრძელვადიანად საკუთარ თავს ამ ქვეყნებს უკავშირებენ და შესაბამისად მე მგონია რომ ეს შეიძლება უფრო გადამწყვეტი იყოს ვიდრე ეხა კონკრეტულად კონტრაქტში რამდენი ეწერება ხელფასი. ანუ გრძელვადიანად სტაბილურად რო გრძნობს ადამიანი თავს, ხო ამ ნაწილში იქ კონკურენცია ქვეყანასთან როგორც აცესთან ევროპულ ქვეყანასთან ეხა ძალიან გვიჭირს სამწუხაროდ. ჩვენ გვინდა რომ კიდე უკეთეს